პირველ რიგში გამოჯანმრთელებას უსურვებ თორნიკე რიჟვაძეს და უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასული ადამიანების მკვლელობაზე წარმოედინეთ ნებისმიერი ვერსია, მათ შორის თვითმკვლელობა რა დონემდე უნდა მიიყვანო ადამიანი, რომ თავი მოიკლას. ერთი. მეორე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომ ადამიანმა წავიდა ძმაკაცის სახლში, რაღაცა იარაღი იპოვა, თითქოს წერილი დაწერა უკაცრავად, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეებს ყვება რუსული ხელისუფლების რაღაცა ვერსია, ხო? რომ ჯიბეში ჩაიდო რაღაც წერილი, რომ არავინ დამნაშავე არის, მადლობა მკვლელებს, ფაქტობრივად ეს ასე არ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში, დაგვიწიოკებს შვილებს და უკაცრავად ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. ის გადასულია მკვლელობაზე, აგერ ზარალა ციხეში გაუშვა მისი ბიზნესმენი, აქეთ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ან ესროლეს, ან ნებისმიერ შემთხვევაში. მას კლავენ და ღმერთმა მართლა ჯანმრთელობა მისცეს ამ ადამიანს, რომ მათ შორის უფრო ბევრი რამ გავიგო და სიცხადე შეიტანოს ამ ამბავში.